დაბრუნდით პირდაპირ. დაგიბრუნდით, შეგახსენებთ, რომ დღეს არის ხუთშაბათი. რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ამ სტუდიაში ჩემთან და სესილისთან ერთად არის ადამიანი, რომელიც ამ სტუდიას ავსებს ხოლმე სილაღით, მუსიკით, ბედნიერებით და მხიარულებით, რაც ასე გვაკლია თანამედროვეობაში, მოდი ვაღიაროთ. მე წარმოგიდგენთ ჩვენს თანაწამყვანს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულ პროფესორს, პიანისტს ნინო ჟვანია. ჩვენი ნინო ჟვანია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, გადასწრებით. ესე იგი, სადაც შეგიძლია ნოტები ნახე ყველგან ნოტები მიკეთე, ყველგან. აი, მეც მაქვს აი ახალი ნოტი ნინოს. დაბადების დღე არ მეჩვენებინა სესილი, ხოთა შორს აი სიმბოლური დატვირთვა მივანიჭე როგორც ჩემს აუთფიტს ისე შენს საჩუქარს, იმისათვის რომ ხაზი გამესვა რა ბედნიერება და რა მნიშვნელოვანია რომ ქალებს აი ესე თავისუფლად შეგვიძლია დღეს ავირჩიოთ მუსიკოსობა ჩვენს პროფესიად, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე არ იყო. დავიმაგრებდი, მაგრამ ეხლა ეს საქართველოს არა, შორს მე შორს მოუხდება, მაგრამ ნუ აბა არა ცოტა ზედმეტია. დაბადების დღე მიულოცა ნინო აქ უნდა ითქვას და სესილის ულოცავთ დაბადების დღეს უსურვებთ ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებ რომ შენი შვილი გაიზარდოს ისეთ ქვეყანაში როგორცაც მისთვის ისურვებდი შენს და ვინც ამ მე ვიცი რომ ყველა ერთად ვისურვებთ თავისუფალ საქართველოს და რეჟიმის ტყვეებისგან თავისუფალ საზოგადოებას. ნამდვილად ესეა. სანამ გილოცავ და მომელოცოს 129 ტელეგრამის გახდე ხო? ამის გახმოვანება არ ღირს. მაინც კალია. აი ხული გაუხარეთ. აბა მითხარი. მართლა მინდა ვთქვა, აი თუ გაგახსენდებათ ხა ბევრ კომპოზიტორ ქალს თუ იცნობთ თქვა თუ გახსენდებათ. იმიტომ რომ ალბათ ზოგადად ისტორიაში დაჩაგრულები იყვნენ ქალები სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მუსიკაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი თუნდაც 20 წლის წინ ქალი დირიჟორი წარმოუდგენელი რამე იყო, აი ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. აი წამყვან ორკესტრებშიც კი ქალების აყვანა, მაგალითად ვენის ფილარმონიულმა ორკესტრმა პირველად ქალი აიყვანა სულ რამდენიმე ათეული წლის წინ. კონცერტმაისტერებიც ჩვენ უფრო კარგად გვაქვს საქმე, რამდენიმე წლის წინ აიყვანა ბერლინის ფილარმონიულმა მაგალითად პირველი კონცერტმაისტერი ქალი. კონცერტმაისტერი არის პირველი ვიოლინო, ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა. და დღეს რომ გადახედოთ, დღესაც კი აი წამყვანი ორკესტრებში მხოლოდ 10% არის მაგალითად მთავარი დირიჟორის ამპლუაში ქალი. განსაკუთრებით დაჩაგრულები ისტორიაში იყვნენ ქალი კომპოზიტორები და თუ რატომ ხდებოდა ეს აი ამაზე მინდა ვუთხრა რამოდენიმე სიტყვით ჩვენს საყვარელ ტელემაყურებელს. აი მართლა უცნაური რამ არის რატო ჩაქრებოდა ქალი, იმიტომ რომ პარადოქსია, მაგრამ იცოდით რომ დასავლეთ ევროპული აკადემიური მუსიკის ერთ-ერთი პირველი ცნობილი კომპოზიტორი, ჩვენთვის ცნობილი, რომლის სახელიც, ბიოგრაფიაც და საკმაოდ ვრცელი მუსიკალური მემკვიდრეობაც ჩვენამდე შემორჩა, ქალი გახლდათ. მე-12 საუკუნის გერმანელი მონაზონი მისტიკოსი, მწერალი და კომპოზიტორი ჰილდეგარდ ბინგენერი წერდა ლიტურგიკულ საგალობლებს, რომლებიც დღეს შუა საუკუნეების მუსიკის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებად ითვლება. და მიუხედავად ამისა, მსმენელთა დიდი ნაწილი არც თუ ისე ბევრ ქალ კომპოზიტორს იცნობს, ამას კი თავისი მიზეზები აქვს. ქალი მუსიკისგან არასოდეს ყოფილა შორს. უძველესი დროიდან ქალები მღეროდნენ, უკრავდნენ, მონაწილეობდნენ რიტუალებში, ოჯახურ და საეკლესიო მუსიკალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მე-17 საუკუნედან მოყოლებული არისტოკრატიულ გარემოში მუსიკა ქალის განათლების აუცილებელ ნაწილად იქცა. განათლებულ ქალს უნდა სცოდნოდა რომელიმე საკრავზე დაკვრა. მუსიკა ითვლებოდა დახვეწილობის ნიშნად, კარგი აღზრდის ნაწილად და საზოგადოებაში თავის წარმოჩენის საშუალებად. ქალს შეეძლო დაეკრა, იმღერა, შეესრულებინა სხვისი მუსიკა, მაგრამ მუსიკის შექმნა უკვე სხვა სფეროდ ითვლებოდა. ის მოითხოვდა განსაკუთრებულ გონებრივ მონაცემებს, რომლებიც ითვლებოდა, რომ ქალს არ გააჩნდა. მოგეხსენებათ, კომპოზიციის ხელოვნება ეფუძნება პროფესიულ ცოდნას, სწორედ ამ ცოდნაზე ქალებს იშვიათი გამონაკლისების გარდა ძალიან დიდ ხანს არ მიუწვდებოდათ ხელი. ამიტომ საუკუნეების განმავლობაში კომპოზიტორობა მამაკაცურ პროფესიად აღიქმებოდა. ამ დამოკიდებულებას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრადიცია არ ამყარებდა. მას რელიგიური არგუმენტებიც ემატებოდა. პავლე მოციქულის პირველ
პირველ ეპისტოლეში კორინთელთან მიმართ ვკითხულობთ ცნობილ სიტყვებს დედანი თქვენი ეკლესიასა შინა დუმნეთ. პავლე მოციქული აქ არ გულისხმობდა, რომ ქალს გალობა ეკრძალებოდა, უფრო ითვლებოდა, რომ ისთვლიდა, რომ წესრიგი უნდა ყოფილიყო ეკლესიაში, მაგრამ ეს სიტყვები ისე განმარტეს, თითქოს ქალის ხმა კლასიკური მუსიკის აკვანში ეკლესიაში საერთოდ არასასურველი იყო. ამიტომ კათოლიკურ ტრადიციაში ქალებს დიდხანს აღუშვებდნენ საეკლესიო გუნდებში, მაგრამ ეკლესიას მაინც სჭირდებოდა მაღალი ხმები, სოპრანოები და ალტები და გამოსავალი ჯერ ბიჭუნების ხმები იყო, მოგვიანებით კი კასტრატები, მომღერლები, რომლებსაც ბავშვობაში ასაჭურისებდნენ, რათა მათი მაღალი ხმა ზრდასრულ ასაკშიც შენარჩუნებულიყო. ასე იქცა ქალის ხმის აკრძალვა დასავლური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და სასტიკ პრაქტიკასთან დაკავშირებულ მოვლენად. თუმცა ქალები მიუხედავად შეზღუდვებისა მაინც ქმნიდნენ მუსიკას. ჰილდეგარდ ბინგენელის შემდეგაც სხვადასხვა ეპოქაში ჩნდებიან ქალები, რომლებიც წერენ მოტეტებს, მადრიგალებს, კამერულ მუსიკას, შემდეგ საფორტეპიანო პიესებს, სიმღერებს. მაგალითად, მე-16 საუკუნეში ვიტორია ალეოტი ქმნიდა მოტეტებს. მოგვიანებით კი მუსიკის ისტორიაში ჩნდებიან ფანი ჰენზელ, მენდელსონი, კლარა შუმანი, ნადია და ლილი ბულანჟეები და სხვა ქალები. მაგრამ მათი გზა ძალიან რთული იყო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, როდესაც ევროპაში ქალები უკვე უფრო ხშირად სწავლობდნენ მუსიკას, პროფესიული კარი მათთვის ბოლომდე მაინც არ იღებოდა. კონსერვატორიები და უნივერსიტეტები ქალებს ხშირად შეზღუდული სტატუსით იღებდნენ და მათ იმ საგნებს არ ასწავლიდნენ, რომლებიც კომპოზიტორად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. კონტრაპუნქტი, პარტიტურის კითხვა, ჰარმონია ქალებისთვის უბრალოდ არ იკითხებოდა. ამას ემატებოდა ოჯახური წნეხიც ფანი ჰენზელ მენდელსონს, რომელსაც ბავშვობაში ისეთივე მაღალი დონის მუსიკალური განათლება ჰქონდა, როგორც მის ძმას, ფელიქს მენდელსონს, მამამ უთხრა: "მუსიკა შესაძლოა შენ ძმისთვის პროფესია გახდეს, შენთვის კი მხოლოდ სამკაული უნდა იყოსო." არადა დაძმის კომპოზიციის პედაგოგი სწორედ ფანის გამო ყოფდა და მის ნიჭს გოეთესადმი მიწერილ წერილში ბახის გენიას ადარებდა. კლარა შუმანი თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი და ნიჭიერი კომპოზიტორი წერდა, რომ ოდესღაც სჯეროდა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის, მაგრამ მეუღლემ რობერტ შუმანმა დაარწმუნა, რომ კომპოზიცია ქალის ხვედრი არ გახლავთ. ამიტომ, როდესაც სვამთ კითხვას, რატომ არ ვიცნობთ იმდენ ქალ კომპოზიტორს, რამდენსაც მამაკაც კომპოზიტორებს, პასუხი მარტივია: არა იმიტომ, რომ ქალები არ ქმნიდნენ მუსიკას, არამედ იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ იმავე განათლებას, იმავე სივრცეს, იმავე თავისუფლებას და იმავე პროფესიულ შესაძლებლობებს, რაც კაცებს. და სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ქართული გამოცდილება. ყველაფრის მიუხედავად, მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ქალები უკვე სწავლობდნენ საკომპოზიტორო მიმართულებით. დღეს ქართველი ქალი კომპოზიტორების ისტორიას ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან ქართულ ვებ-პორტალთან ერთად გავყვებით. ქართველი კომპოზიტორი ქალები. ეს არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ქართველი ქალი კომპოზიტორების ბიოგრაფიები, მათი ნაწარმოებები, ნოტები, მოსასმენი მასალა და საარქივო ცნობები. ამ პორტალის დახმარებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ქართველი ქალების საკომპოზიტორო მოღვაწეობა შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა, ეს გახდათ პროფესიული მუსიკალური ცხოვრების რეალური ნაწილი, უბრალოდ ეს ის ნაწილია, რომელსაც დღეს ხელახლა აღმოჩენა და გახსენება სჭირდება. და სწორედ ამ აღმოჩენებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ქართველი ქალი კომპოზიტორი, ვებ-პორტალის შექმნის იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი ლელა მაქარაშვილი. მოგესალმები ლელა. საინტერესო წარდგენის პრემია. მიიღეთ ჩემი კომპლიმენტები შენი წარდგენების, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ექსკურსია ხოლმე. ტკივა ეს თემა, იმიტომ რომ ლექცია გვაქვს ხოლმე შესაძლოა და ის ტკიოდა ის ფაქტი, რომ აი ასე უგულებელ ყოფდნენ ქალებს საუკუნეების მანძილზე იმის ფონზე, რომ პრინციპში პირველი არაანონიმი კომპოზიტორი დასავლეთ ევროპული მუსიკის ისტორიაში მართლა ქალია. ეს ჰილდეგარდ ფონ ბინგენი, ჰილდეგარდ ბინგენელი. ლელა, აი ამ წინასიტყვების შემდეგ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. თავარი ეს არის ვებ-პორტალზე, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, როგორც ქალ კომპოზიტორს, როგორია შენი გამოცდილება, ქალ კომპოზიტორად ყოფნის გამოცდილება. გაგვიზიარო მოკლედ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. დღეს მინდა ვისაუბროთ, უფრო აქცენტი გავაკეთოთ ვებ-პორტალზე, რომელიც სწორედ ქალი კომპოზიტორებს, იმ ქალი კომპოზიტორების პოპულარიზაციას ვწევთ აი ამ ფორმით, რომლებიც აკადემიურ მუსიკაში მოღვაწეობენ. და სწორედ რატო გაჩნდა ეს, ასე ვთქვათ, ჩემი სურვილი, რომ
ასე პოპულარიზაცია მომხდარი იყო ამ განხრით, იმიტომ რომ როდესაც მეკითხებოდნენ რომ თქვათ ვინ ვარ, თქვათ ვეუბნებოდი რომ კომპოზიტორი ვარ და სიმღერებს წერ, ვეუბნები არ წერ და აბა მაშინ რასაკეთებ? მინდოდა და თქვათ ამეღნიშნა რომ თურმე ყავს ქალი კომპოზიტორები, ჩვენც არ ვიცნობდით, გვარები და სახელებიც კი არ ქონდა გაგონილი და როდესაც გადავწყვიტე რომ ამ ტიპის პროექტი შედგენილიყო, მეც ყველა დანარჩენთან ერთად იმ ცნობილ გვარებთან ერთად აღმოჩნდა რომ ყავს ისეთი ყოლია და ყავს ისეთი კომპოზიტორები, რომლებიც წერენ დიდი ფორმის ნაწარმოებებს აკადემიურ ჟანრში, აკადემიური სფეროს სხვადასხვა ჟანრში, ეს არის სიმფონიური მუსიკა, ბალეტი, პანტომიმა, კამერუნი ნაწარმოებები, საფორტეპიანოა თუ სხვადასხვა შემადგენლობისთვის, საგუნდო, ვოკალური და ეს ძალიან დიდი სპექტრი არის, ასე ვთქვათ, და საინტერესო. და განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც ქართველ კომპოზიტორ ქალებზეა საუბარი და საინტერესოა, ვთქვათ, თვითონ მკვლევარებისთვისაც, რაც ამის საშუალებას იძლევა უკვე ჩვენი ვებ-პორტალი და მე უკვე დეტალურად ვისაუბრებ ამაზე. აქ არის წარმოდგენილი, თქვათ, რომელი ქალი კომპოზიტორი თუ თქვათ ქართულ საფუძვლებზე წერს, თანამედროვე მუსიკას იყენებს, ანუ რა ტენდენციები არის, ეს მთელი სპექტრი გვაქვს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. უფასოდ შეუძლია ადამიანს ჩამოტვირთოს და გაეცნოს მასალას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ნუ პირველ 22 წელს, ესე ქრონოლოგიურად ესე არის 22 წელს მივმართე კულტურის სამინისტროს და მივიღე მხარდამჭერი და წელს უკვე მეხუთედ შემოქმედებითი საქართველოს დაგვიდგა მხარში და მოგვეცა საშუალება რომ უკვე მეხუთე ათეული ყოველწლიურად 10 კომპოზიტორის მონაცემები შეისწავლება და განთავსდება ვებ-პორტალზე Georgian Women Composers G. ანუ გუგლშიც თუ ქართველი კომპოზიტორ ქალებს ჩაწერენ, ჩვენ ვებ-პორტალს მიაკნებენ და იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პრინციპში უკვე ესეთი შეფასებებიც აქვს ჩვენ ვებ-პორტალზე, ანალოგი არ გააჩნია და რომ იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთ სივრცეში ამ ეტაპზე უკვე 50 კომპოზიტორი ქალის მონაცემი არის წარმოდგენილი და თითო კომპოზიტორზე არის ძირითადი მონაცემები, ეგრეთ წოდებული ენციკლოპედიური მონაცემები, სადაიბადა, როდის, ასე ვთქვათ, სად მიიღო განათლება, ვისთან ისწავლა და ეს გვარების ისტორია არის ერთგვარი ეს გვარები და ასევე ვთქვათ, სად მოღვაწეობდა, რა სფეროში მოღვაწეობდა, ვთქვათ, რა ჟანრში აქვს წარმოდგენილი მისი ნაწარმოებები. ასევე არის ოჯახური, ვთქვათ, ოჯახის წევრები, წინაპრები ვინ იყვნენ და ძალიან საინტერესოა, რაც უფრო ასაკოვან კომპოზიტორებზე, გარდაცვლილ კომპოზიტორებზე გვაქვს საუბარი, ისეთი ურთიერთობებია და ჩვენ ის მონაცემიც გვაქვს თუ საახლობლო წრეც გვაქვს მაგ შემთხვევაში. მე აღმოვაჩინე, რომ თამარ ბახვახიშვილი ერთ-ერთი აი ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიტორი ივანე ჯავახიშვილის მამიდაშვილი იყო. ხო, ნუ ესე იგი ბახვახიშვილებისგან სხვათა შორის ბევრი ინფორმაციაც აი ამ ოჯახიდანაც მივიღე ბახვახიშვილის შესახებ და მნიშვნელოვანია ისიც რომ ისე როდესაც აი ამ პროექტზე ფიქრობდი და კარგი იქნებოდა რომ ვცოდნოდა რატო არ უნდა ვიცოდეთ ვინ კომპოზიტორი ქალები ყავს, რას წერდნენ, სად მოღვაწეობდნენ და რა მნიშვნელობა აქვთ მათ შემოქმედებას. ამაზე ალბათ სხვაებიც ისაუბრებენ მომავალში, მაგრამ ყველა პირობაა შექმნილი უკვე ვებ-პორტალზე, რომ ეს იქნებიან, თქვათ, პროფესიონალი მუსიკოსები თუ, თქვათ, ზოგადად მსურველები, ვინცაც სურვილი აქვს, რომ გაეცნოს კომპოზიტორებს, შევიდეს ჩვენ ვებ-პორტალზე და ამოიკითხოს ესა თუ ის ინფორმაცია, გავაგრძელებ, რომ იმით არის კიდე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 35 გვერდის ოდენობის სანდონტო მასალას ციფრულ ვერსიას ვქმნით, მათი შემოქმედები და რჩეული ნაწარმოებებს და მსურველს აქვს საშუალება იქვე მოისმინოს MP3-ის ფორმატში წარმოდგენილია და ასე ვთქვათ, მუსიკალურ ენას გაეცნოს ყველა კომპოზიტორის და ამავდროულად
PDF ფორმატის სახით იქვე გახსნას ან გადმოტვირთოს და შეასრულოს. აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კომპოზიტორის, ეს არის საფორტეპიანო, სიმებიანი კვარტეტის გვაქვს წარმოდგენილი, დუეტები, ვოკალური ნაწარმოებები, საგუნდო ნაწარმოებები, საორგანო ნაწარმოებები იგივე და ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა არის აბსოლუტურად ყველა კომპოზიტორის წარმოდგენილი. ახლა აი ამდენი მონაცემის მოგროვება, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა და მოდი ვისაუბროთ გუნდზე. ვინ აკეთებს ამას ყველაფერს, ვინ აგროვებს? პრინციპში კვლევითი საქმიანობაც არის, ხო? ალბათ მუსიკისწოდნეებიც იქნებიან ჩართულები. შემსრულებლებიც, რომლებიც ასრულებენ, მე რამდენადაც ვიცი, სწორედ აი ამ პროექტის ნაწილია ასევე ამ მუსიკის გაცოცხლება, რომელიც არასოდეს შესრულებულა, მეც ვიყავი მონაწილე. მოდი ვისაუბროთ ამ ადამიანებზე. დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, მარტო ვერ გავხდებოდი, იმიტომ რომ ეს კოლოსალური მასალაა და ამ მასალას დამუშავება ჭირდება და სათანადოდ წარდგენა და შესამუშავებელია სწორედ ის მონაცემთა ბაზა, რომელიც თქვათ მომხმარებელმა უფრო ადვილად მოახერხოს ამ ინფორმაციის მიღება. და პირველ რიგში დაუკავშირდი კოლეგებს, უფრო ეხლა მე კომპოზიტორი ვარ და ყველა ვინც ჩვენ გუნდში ვართ, ეხლა სარედაქციო ჯგუფში არიან მუსიკოლოგები. თამარ წულუკიძე, მერი შეყილაძე, მარიკა ჩიჯავაძე და მომდევნო წლებში შემოგვიერთდა ირაკლი არიშიძე, რომელიც კომპოზიტორიც არის ამავე დროს და ესე იგი რუსუდან თაყაიშვილი და ბოლო 2 წელია უკვე ჩვენთან თანამშრომლობს კონსერვატორიის პროფესორი მარიკა ნადარიაშვილი. და მიხარია რომ უკვე რაღაც ისეთი გუნდი შეიკრა და როდესაც ჩვენ აი ამ აქვე აღნიშნავ როგორ ხდება ამ ათეული შერჩევა. ყოველ წელს ირჩევთ ათჯერ რამდენი ყოლია? ყოველ წელს ირჩევთ 10 კომპოზიტორს. დიდი იყო მე თავიდან მქონდა პროექტი რომ მინდოდა როდესაც გეკითხებიან რომ ლელა მაკარაშვილი ანუ რას წერ ხო? ანუ სურვილი გამიჩნდა რომ გარდა იმისა რომ თქვა შეიძლება მე არავინ არ მისწრებს, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს კომპოზიტორი რომელსაც მეც არ ვიცნობ. და გამიჩნდა სურვილი რომ თქვა თითო ნაწარმოები მაინც ყოფილიყო ისეთი პროექტი, სადაც ქალი კომპოზიტორების ერთი ნაწარმოები მაინც გაჟღერებული იქნებოდა და გვარი და სახელი მაინც ელემენტარული მონაცემი მაინც იქნებოდა ცნობილი. შემდგომ უკვე ასე ჩამოყალიბდა, როცა მივმართა კულტურის სამინისტროს, მათ შემოთავაზეს, რომ მხოლოდ 10 კომპოზიტორზე გამეკეთებია, იმიტომ რომ ზოგადად რო ჩამოთვალო, გონია რომ 10 კომპოზიტორზე მეტი არ შეიძლება ყოფილიყო. აღმოჩნდა რომ და ისე იგი პირველად ცოტა შევშფოთდი, იმიტომ რომ ამ ათეულში შემეყვანა ის კომპოზიტორები, რომლებიც უკვე მეტად არიან ცნობილები და ვიცით ვინ არიან, მაშინ სწორედ ის პრინციპი ირღვევოდა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩემ პრინციპს და გადავწყვიტეთ, რომ ისე იგი თითო ათეულში დაბადების მონაცემით ვინც იქნებოდა პირველი ის აგვერჩია, ანუ გამოვიდა რომ პირველი ათეული იყო მთელი ერთი საუკუნის მუსიკა წარმოდგენილი და შემოქმედება. დავიწყეთ პირველი პროფესიონალი ქართველი ქალი კომპოზიტორი ბარბარე ამირეჯიბით, რომელიც 1873 წელს არის დაბადებული, აქვს მოსკოვში მიღებული აკადემიური მუსიკალური განათლება და მინდა გითხრათ, რომ საოცარი ისტორია, ვინ იყო, რას წარმოადგენდნენ მისი ოჯახი და ეს ყველაფერი ასახულია ჩვენ ვებ-პორტალზე. ძალიან საინტერესო ისტორია და მეც გეტყვით, რომ მინდა გითხრათ, რომ ყველა ქალ კომპოზიტორზეც რო ჩაუღრმავდებით, ერთი დიდი სერიალი შეიძლება გადაიღოს ის რო ყოფილიყავი რეჟისორი. ტრაგიზმია სხვათა შორის ზოგიერთის ასეთ ბედის წერაში, ხო? იმიტომ რომ რაც ჩემთვის ცნობილია, მეც ამ პორტალის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, აი მართლა გული მოგიკვდება, როდესაც ნახავ ჯერთი კომპოზიტორობა ისედაც ადვილი საქმე არ არის, მაგრამ განსაკუთრებით და ქალბატონს იცნობდნენ როგორც პედაგოგს და შემსრულებელს და ის რომ იყო კომპოზიტორი, ის რომ მას აქვს მეტწილად საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოები შექმნილი, უფრო მცირე ზომის ნაწარმოებები ჰქონდა, ის წერდა თავის მოსწავლეებისთვის, ცნობილი იყო როგორც კარგი პედაგოგი. ამავე დროს ცნობილია, რომ სწორედ ფილარმონიული საზოგადოებას პირველი ესე იგი შეკრების თავმჯდომარე ბრძანდებოდა სწორედ ბარბარე ამირეჯიბი და ასე ვთქვათ ის საფუძვლები აკადემიური მუსიკის საფუძვლებშივე
ქალბატონი ბრძანდებოდა. და ყველა ინფორმაცია, რაც მასზე შეიძლება მოიპოვო, პატარა სხვადასხვა გაზეთებში იყო მიმობნეული და საკმაოდ რთული იყო ამ ნაწარმოების წარმოდგენა. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ხელნაწერები ჩვენ ამ ვებპორტალზე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ისანოტო მასალა ძირითადად არის ხელნაწერები, რომელიც შეიძლება დაკარგულიყო უკვე და გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ეს დიდი ისტორიები, რომ აი თქვათ გადაყრილი იყო, თქვათ, როდესაც ერთ-ერთი კომპოზიტორი მაგალითად ლიანოვა მიზანდარი გარდაიცვალა, მის ნოტები თურმე სადღაც ეყარა თქვენ გადაარჩინეთ. და შემდეგ ხდება ამის გადატანა ახალ ფორმატში და დიგიტალიზება. ციფრული ვერსია იქნება და ხელნაწერები და ძლივს რომ ესე იგი იკითხება ჩვენ დაუკავშირდით, მოვიძიეთ, ვისთან შეიძლება ყოფილიყო, მის თვითონ შთამომავალი არ ყავდა ძმისშვილებთან, მოვახერხეთ და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ყველა იმ ახლობლებს, რომლებიც თქვა გარდაცვლილი კომპოზიტორის სიახლოვეში ბრძანდებიან და ვაწვდიან ამ ინფორმაციას, ნოტებს, ასევე მინდა აღნიშნო, რომ ისე იგი ინფორმაცია ჩვენ ვახვახიშვილი რო ვახსენეთ, ხო? ვიცოდით, რომ მაგალითად ვახვახიშვილის ნოტები დაკარგულია, იმიტომ რომ ისტორია იყო, რომ ვახვახიშვილს, როდესაც მან შექმნა ბალეტი სპარტაკი და უნდა დადგმულიყო დიდ თეატრში და პარალელურად თბილისის საოპერო თეატრში ეს ბალეტი, დაიკარგა ნოტები, გაქრა პარტიტურაც, კლავირიც და ამის დოკუმენტაცია არსებობს ხელოვნების მუზეუმში. ეს მოხდა მანამდე, ვიდრე ხაჩატურიანი დაწერდა თავის ცნობილ ბალეტს, ხო? ეს მომდევნო 15 წლის მერე დაიწერა თუ 20 წლის მერე ეს კი ბატონო ეს ბალეტი და არის დოკუმენტები, რომ ნამდვილად ეკუთვნოდა პირველი, ასე ვთქვათ, ვერსია ვახვახიშვილს. ასევე საინტერესოა, რომ 200 სპექტაკლი აქვს დაწერილი, ესა გაფორმებული. ზურია ლაკოსტა ყველაზე ცნობილი მარჯანიშვილის კომპოზიტორი იყო. და ლოგიკით მივხვდი, რომ შეიძლება ეს ნოტები შემთხვევით ყოფილიყო, ვთქვათ, თეატრის მუზეუმში და აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმშიც არის სანოტო მასალა და დროსთაველის თეატრის მუზეუმში და ეს ურთიერთობები ძალიან საინტერესოა. ნუ ხელოვნების მუზეუმში საკმაოდ დიდი მასალა აღმოჩნდა წერილებით, მიწერ-მოწერა, კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა და ძალიან საინტერესო ისტორია თვითონ როგორ მოხდა პირველად ამ სპექტაკლის გაფორმებაზე და საინტერესო. აი ეს ყველაფერი ასახულია ჩვენ ვებპორტალზე და ასე ვთქვათ, სურვილი ვისაც აქვს გაეცნობა. ხუთი წერილებიც ატვირთულია, ხო? თუ აი წერილები არა, ჩვენ არ ქონდა იმის საშუალება, რომ ვთქვათ დღეს მაინც დოკუმენტაცია არის მუზეუმის და რაღაც ასლებირიც შეიძლებოდა რომ თქვათ აგვეტვერთა ატვირთული ასევე მაგალითად ჩვენი ინფორმაციის წყაროც იყო სხვადასხვა საიტები, მაგალითად Galaktion G არის საინტერესო საიტი, სადაც კითხულობთ, ძალიან კარგად არის მოწოდებული Galaktionის ყველა ჩანაწერი არის აციფრული, ხო? დიგიტალიზებული და მივაგენით, რომ მოხსენებული ყავს მაგალითად ოლღა ბარამიშვილი, კომპოზიტორი ოლღა ბარამიშვილი და ვიგებთ, რომ თურმე ოლღა ბარამიშვილს შეუქმნია ნაწარმოები ომის და მშვიდობის თემაზე, კანტატა და ის ახსენებს, რომ 52 წლის ზარა ვასტოკაში მეც ვარ ნახსენებიო Galaktionის საუბრობ, რომ იქ ოლღა ბარამიშვილს 8 მარტს ულოცავენ. მე აი ამ მონაცემით მე მივაგენი ამ გაზეთს და აქედან ამობირა ეს ინფორმაცია და ის საწყალი ქალიო ის ხო მას ხო დევნიან. ანუ ძალიან ბევრი ისტორიაც გვაქვს ასახული ჩვენს ვებპორტალზე. ის ინფორმაციაც, სადაც ქალი კომპოზიტორები რაღაცნაირად ცოტა დაჩაქრულები იყვნენ სამწუხაროდ. და რაღაც ისეთი დიდი სიამოვნებით აღმოვაჩინეთ ის ფაქტი, რომ
როდესაც უშუალოდ შევეხეთ მის ხელნაწერებს ოლღა ბარამიშვილის აღმოვაჩინეთ დედანი გალაქტიონ ტაბიძის თვითონ თავისი ფაქსიმილეთი გადაცემული აქვს შეკრებილი თავისი ხელით შეუკრებია ომის მშვიდობის თემაზე ლექსები და გადაუცია კომპოზიტორისთვის და იქ არის მთელი ეს მასალა ძალიან საინტერესო ნელა სულ 3 წუთი დაგრჩა და ამიტომ მინდა გაგაფრთხილო აი ყველაზე მთავარი იმით არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ კი არ მოვყვებით ქრონოლოგიურად ანუ როდესაც ამ ერთი საუკუნის მუსიკას ჩვენ თანამედროვე ანუ ისეთი კომპოზიტორები აღმოვაჩინეთ რომლის გვარი და სახელი არ ვიცოდი და აღმოჩნდა რომ საოცარ მუსიკას ქმნიან და ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ ჩვენ ვებ პორტალზე აქ არის წარმოდგენილი მათი დამსახურებები სად მოღვაწეობდნენ ცალკე არის გამოყოფილი არის უნიკალური ფოტო გალერეა აფიშები საკონცერტო მოღვაწეობა ოჯახის წევრები მათი ერთად კომპოზიტორების ფოტოები და ამითაც არის უნიკალური და ერთ სივრცეში არის თავმოყრილი საკმაოდ დიდი ინფორმაცია ასებია წარმოდგენილი ჩვენი პრეზენტაციები რომელიც კონსერვატორიის მუზეუმში იმართება ყოველწლიურად როდესაც აი ამათ კომპოზიტორებს წარმოვადგენ და მარინა ჩიხაძეს მინდა უთხრა მადლობა და კონსერვატორიას რომ გვიწყობს ხელს რომ ეს ჩვენი ნამუშევარი წარმოვადგინოთ აქ კომპოზიტორზე და მადლობა შემსრულებლებს ერთ-ერთი ნინო რომელიც ყოველთვის პოპულარიზაციას უწევს ქართველ კომპოზიტორ ქალებს და ყველა იმ შემსრულებელს რომელიც და გვიხარია რომ მე შეავთ თავის რეპერტუარში ქალი კომპოზიტორების ნაწარმოები მე როგორც პიანისტმა აუცილებლად უნდა მოვუწოდო ყველა შემსრულებელს რომ ჩვენი მოვალეობა ქართველი კომპოზიტორების პოპულარიზაცია და განსაკუთრებით ისტორიულად დაჩაგრული ქართველი კომპოზიტორი ქალების პოპულარიზაცია ძალიან დიდ მადლობა მინდა უთხრა ლელას სამწუხაროდ არ გვაქვს იმდენი დრო რომ კიდევ უფრო სრულად ვისაუბროთ ამ საოცრად პროექტზე მაგრამ გვანცა ღვინჯილია ერთ-ერთი მუსიკის ცოდნამ საუკუნის პროექტი უწოდა და მართლა შემიძლია ვთქვა რომ ეს საუკუნის პროექტია და იმედი მაქვს კიდევ გაგრძელდება იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან ბევრი ქართველი ქალი კომპოზიტორი არის აღმოსაჩენი. მე კი მინდა დავემშვიდობო. შემდეგ პარასკევს გავალთ ჩვენ ეთერში ხუთშაბათს არა, ეხლა მომახსენეს, მაინც ჩემს ერთგულ მაყურებელს ვეტყვი და გახსოვდა ასეთი უკვე დიახ და ამიტომ ხო. სული ხშირად იმპროვიზებას აქვს ადგილი და გახსოვდეთ მუსიკა სულ თქვენთანაა.